თემას და ახლა შემოგვიერთდა ჩვენი გადაცემის სტუმარი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მოგესალმებით ბატონ გიორგი. დღეს ვსაუბრობ ჩვენ პენტენციალურ სისტემაში შექმნილ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე, რომელიც არის იმ არასათანადო მოპყრობაზე. და ბევრწილად არაზოგადმა სურათმა, როგორიც არის შექმნილი ამ სისტემაში, არამედ კონკრეტულმა ფაქტებმა, რომელიც ბოლო კვირაში უკვე გახდა საჯარო და ჩვენმა საზოგადოებამ შეიტყო კიდევ ორი გარდაცვლილი პატიმრის ისტორია, რომელზეც გვინდოდა თქვენთანაც პერსონალურად გვესაუბრა და შეგვიძლია მაგათ საუბრის დროს კიდევ უფრო დეტალურად გავიხსენებთ სხვა საკითხებსაც. მიხეილ ბაზაზიანის და თამას ჩიხრაძის გარდაცვალების გარემოებები როგორი იყო თქვენ? ოფიციალურად გავხსნა ინფორმაცია, რომ 21 წლის მიხეილ ბაზაზიანი ელბანის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გეგუჩი, კი ბატონო, პირველ რიგში რა თქმა უნდა არ არის არანაირი პრობლემა რომ შევეხოთ ამ ბოლოდროინდელ ფაქტს, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ იცით კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის თქვათ ერთეული ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება სიკვდილობის კუთხით საჯავშლოების სისტემაში. თქვენ ალბათ რამდენი ფაქტი დაფიქსირდა? ზუსტად წელს პირველი 6 თვის მონაცემები ჩემს ხელთ იქნება ალბათ ამ თვის ბოლოს. იქიდან გამომდინარე, რომ ივლისი სულ რაღაც ერთი კვირა დაიწყო რეალურად, აქედან გამომდინარე ზუსტ მონაცემებს როგორც კი მოვუყრეთ თავს. დაბეჭდილებაში ორი ფაქტია. ადრეული ფაქტებიც არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ორი ფაქტი. არაერთი პირია გარდაცვლილი როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორეში, თუმცა იმისთვის რომ მე ზუსტი მონაცემები მოგეწოდოთ, რა თქმა უნდა, დამჭირდება გარკვეული დრო, იმიტომ რომ მონაცემები გროვდება რამდენიმე უწყებიდან, როგორც დეპარტამენტიდან, სამინისტროდან, ასევე სამკურნალო დაწესებულებიდან. თან ადგილზე მოწვდება სამედიცინო ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩანაწერები იმისთვის, რომ მონაცემები იყოს ზუსტი და არა, ვთქვათ, არარეალური, თქვენ გახსოვთ ალბათ კარგად ყოფილა შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა ხელოვნურად შემცირებულიყო წლის განმავლობაში სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა, ფაქტიურად გაანახევრეს რეალურად. რაც შეეხება ამ ორ ფაქტს, პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ თავიდან მახსოვს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონ ბაზაზიანი გარდაიცვალა დანის ნომერ მერვე დაწესებულებაში და იმ ღამეს როდესაც ჩვენ იქ ვიმყოფებოდით, მამ დაგვიმაგეს. ახლა ეს ცოტა არ იყოს აბსურდულია ამაზე საუბარი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით ბატონ ბაზაზიანი გარდაცვლილია 5 რიცხვში, ქსნის ნომერ 15 დაწესებულებაში და ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ იქნა იგი უკვე შეყვანილი 18 დაწესებულებაში, რომელიც რეალურად გზანში მდებარეობს, თუმცა არის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და არის ცალკე დაწესებული, რომელსაც არის ცალკე შესასვლელი და არის ცალკე სტატუსის მატარებელი. აქედან უკვე კონკრეტულად მორგიდან გვამი გადასცეს ოჯახს. დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ვიმყოფებოდით ასევე ქსნის დაწესებულებაში, სადაც ჩემ წარმომადგენლები ესაუბრენ იმ ადამიანებს, ვინც იცნობდა კონკრეტულად ბაზაზიანს. ბევრს არ ქონდა ინფორმაცია, თუმცა იმ პირებთან, ვინც მასთან ერთად იყო საკანში საუბრისას, რამდენიმე მათგანმა ისაუბრა, რომ თქვათ იგი შეუძლოდ გახდა საპირფარეშოში, როგორც იძახიან, თუმცა ხა ესეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ თქვათ მას ქონდა ჩივილები გულზე, ასე შემდეგ, ჩვენ არ მიგვიღია, მიუხედავად ამისა, ამოვიღეთ დოკუმენტაცია სამედიცინო ნაწილიდან, თუმცა ისტორია სამედიცინო გამოძიებას აქვს წაღებული, რომელიც ხვალგად მოგვეგზავნება, როგორც დაგვკვირდნენ, ამან გარკვეული სურათი უნდა მოგწეს. რაც შეეხება ზოგადად გარეგან დათვალიერებას, თქვენ გახსოვთ ალბათ გუშინ იყო საუბარი, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაათვალიერა გარდაცვლილის გვამი და თქვა, რომ მას ესე ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა ძალიან რთულია ისაუბრო კონკრეტულ გარდაცვალების მიზეზზე. ალბათ დამეთანხმებით, როდესაც ესეთი ახალგაზრდა ადამიანი კვდება საჯავშლოების სისტემაში, არაერთი საფუძვლიანი ეჭვიბადება იმისა, თქვათ, რას ჰქონდა კონკრეტულად ადგილი. რაც შეეხება ბატონ ჩიხრაძეს, იგი გარდაცვლილია თუ არ ვწდები, ერთი კვირით ადრე, გეგუთის დაწესებულებიდან იგი თუ არ ვწდები 26 ივნისს გადმოყვანილი იყო მშავდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. მე არანაირი უფლება არ მაქვს ოჯახის თანხმობის გარეშე ახლა ვისაუბრო იმ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე, რაც ამ ადამიანს ჰქონდა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომლითაც გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ მე არ მინდა გავასაჯარო, რომ თქვათ ის მონაცემები, რაც ჩვენს ხელთ არის, დღეს ჩემმა წარმომადგენლებმა ასევე გეგუთიდან ამოწიეს სამედიცინო დოკუმენტაცია სამედიცინო ნაწილიდან, როგორც ჩანს, მას არაერთხელ ჰქონდა მიმართული სამედიცინო პერსონალისთვის და ამის შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა უკვე
თბილისში სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი რეალურად გარდაიცვალა. აი, მორ კონკრეტულ ფაქტში, რასაც ახლა თქვენ ჩვენს გრუპები და მაყურებელსაც შეინიშნება არასათანადო მოპყრობა. ბატონო ზედ, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, ვისაც პენტენციალურ სისტემას ზოგადად აინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არაერთი ადვოკატი, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად არასათანადო მოპყრობას მიიჩნევენ მხოლოდ იმას, რომ თქვათ პირი უნდა იყოს ნაცემი და მას უნდა აღენიშნებოდეს ფიზიკური ძალადობის კვალი. ის რომ პირს შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და მას არ მიექცეს სათანადო ყურადღება, ამის შედეგად დამძიმდეს მისი მდგომარეობა და ბოლოს დადგეს ფატალური შედეგი, ძალიან ხშირად არ მიიჩნევა პრობლემად. თქვენ ახსენეთ დელიანიძის ფაქტი სიუჟეტში. მე მახსოვს, როდესაც მისი გვამი ასევე შეისწავლა დამოუკიდებელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, მან განაცხადა, რომ თქვათ ეს შეიძლება კი არა და სავარაუდოდ არის ნაწოლები, ეს პირი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საწოლში და აქ შეიძლება ჩვენ დავაყენოთ საკითხი რეალურად ადეკვატურად უვლიდენ თუ არა მას. მე არაერთ შემთხვევა მაქვს, როდესაც პირები, რომელთაც აღენიშნებოდათ განუკურნებელი დაავადებები, ჰქონდათ მეოთხე სტადიის სიმსივნეები, ჰქონდათ ტუბერკულოზი, აღენიშნება ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში, მულტირეზისტენტული ფორმები, იყო სამი დაავადება ერთობლიობაში, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი და HIV ინფექცია შიცი. ამ პირთან მოვლის რეალური პირობების სასჯელს სისტემას არ გააჩნია, არ ხდებოდა მათ სასჯელის გადავადება და ისინი რჩებოდნენ, თქვათ, იმ დაწესებულებებში და სამედიცინო ნაწილებში, სადაც რეალურად დგებოდა მერე უკვე სასიკვდილო შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ხშირად მე ხმაური ყოველთვის და აჟიოტაჟი იწყება იმითი, რომ პირს ესე იგი აღენიშნება დაზიანებები. იყო შემთხვევები, როდესაც არ დადასტურდა თქვათ ამ დაზიანებების ძალადობრივი წარმომავლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ინფორმაცია იყო იმისთვის, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ამ პირებს არ ჩაუტარდა დროულად სათანადო მკურნალობა. ეს ჩემი აზრით არის გაცილებით უფრო მძიმე კატეგორიის უფლების დარღვევა, როდესაც პირი ტანჯვას განიცდის ხანძლივი პერიოდის განმავლობაში. მე ასეთ რამეს, თქვენ ხო გააქვთ ეს დაფიქსირებული ფაქტები, იგივე მართლაც ჩემთვის იყო გამაოგნებელი საშინაო დასრულების სამინისტროს კომენტარი რაღაცა ისეთი ნიშნის მოგებით ნათქვამით, რომ იცით რა, მას ჰქონდა რაღაც ძიმე დაავადება, ჯერ ერთი რა წესია რომ გაამჟღავნეს მისი დაავადება. ნაწოლებით გარდაიცვალა. შედარებით ასე მოკვდება თუ ისე მოკვდება ახალგაზრდა კაცი რა. ჩვენ ლოგიკურ ასე ვთქვათ დასკვნამდე მივდივართ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება ექიმ ყარაშვილის მიმართ, პროფესორ გვარიც მახსოვს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ პატიმარს ჰქონდა სერიოზული მძიმე შორსწასული ფორმა ვენერიული დაავადების. ეს არის როგორც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ასევე ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და ასევე სამედიცინო ეთიკის სტანდარტების უხეში დარღვევა. როდესაც ხდება გამჟღავნება აბსოლუტურად კონფიდენციალური ინფორმაციის, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პატიმარს ჰქონდა, თქვათ, სიფილისი, ამ შემთხვევაში უკვე ეს ნათქვამია არაერთხელ. და მე მოვითხოვე დასჯა იმ პირების, ვინაიდან სამინისტრო ამას ტირაჟირებდა აქტიურად და იმართლებდა თავს, რომ საზოგადოების ინტერესია მაღალი და ამიტომ გახადეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა დეტალი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. აქ დგება რამდენიმე საკითხი ასევე, რეალურად როდესაც ეს პატიმარი შევიდა დაწესებულებაში, რა მდგომარეობა იყო, ერთ-ერთი პრობლემა რა არის? როგორც წესი, დღესდღეობით პატიმარი ძირითადად მოწმდება იმაზე, აქვს თუ არა ტუბერკულოზი. ანუ აქვს თუ არა არის თუ არა ამ დაავადების მატარებელი. რეალურად სამედიცინო შემოწმება, რაც არის კანონის ვალდებულება სისტემის, რომ პატიმარს სრული შემოწმება ჩაუტაროს, როდესაც შედის დაწესებულებაში, პრაქტიკაში არ ხორციელდება. ტუბერკულოზის წესის დაიწყო ბოლო 1 წელია, რამაც გამოიღო გარკვეული პოზიტიური შედეგები. მაგრამ აუცილებელი ნორმაა. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის მოთხოვნა, ყველა პატიმარი უნდა შემოწმდეს. რა თქმა უნდა, კარანტინში, როდესაც პატიმარი თავსდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოხდეს გამოკვლევა იმისა, აქვს თუ არა მას გადამდები და კომუნიკაბელური დაავადებები, ვთქვათ, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ელემენტების მოწოდება, რომ არ მოხდეს ისეთ საკანში, სადაც სავარაუდოდ შეიძლება მას ყავდეს ვიღაცა, ვინც დაუპირისპირდება და ასე შემდეგ. თუმცა, პრობლემა რაშია? ძალიან ხშირად, ვთქვათ, როდესაც პირს აქვს C ჰეპატიტი, უკვე სისტემაში გამოვლენილი, ტუბერკულოზი, ტუბერკულოზთან ეს პრობლემა მეტნაკლებად
მოგვარდა. ასევე სხვადასხვა მძიმე დაავადებები. ძალიან ხშირად არ არსებობს ინფორმაცია შეყვანისას დაწესებულებაში ამ პირის დაავადება ჰქონდა თუ არა. ძალიან ხშირად იგვიანებს სამედიცინო ჩარევა. გადაყვანა სტაციონარში, გადაყვანა გარეთ სამკურნალო დაწესებულებაში, სამოქალაქო სექტორში. არაერთხელ როცა ჩვენ საუბრობთ კარდიოვასკულარული სისტემის პრობლემებზე, მინდა გითხრათ, რომ გარდაცვლილ პატიმრებში ძალიან ხშირად ხდება სწორედ კარდიოლოგიური პრობლემების გამო გარდაცვალება. არაერთ შემთხვევა დაფიქსირებული, მაგალითად მე მახსენდება რუსთავის მე-6 დაწესებულების ფაქტი, სადაც ღამე მორიგეობდა მხოლოდ ექთანი და მან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი აღიქვა როგორც მოწამვლა. შემდეგ ეს პატიმარი გარდაიცვალა. ძალიან ხშირია, როდესაც კარდიოგრაფის არარსებობის გამო ინფარქტი არ არის იდენტიფიცირებული, ზოგადად ჩაივლის, რა თქმა უნდა ეს ამის შემდეგ უკვე როცა ჩარევა არ ხორციელდება, იწვევს სავალალო შედეგს. ასევე მინდა გითხრათ, რომ არაერთი შემთხვევა დაფიქსირებული, სადაც სახეზე სერიოზული დაზიანებები. გამოძიება როგორც წესი არ ინტერესდება ასეთი ფაქტები, თუ ექსპერტი წერს, რომ დაზიანება არ არის უშუალო კავშირში სიკვდილთან. ანუ როდესაც თქვა პირს მოტეხილი აქვს რამდენიმე ნეკნი, მაგრამ გარდაცვლილია თქვა სიტყვაზე გულის უკმარისობით. გამოძიება ამ არ ინტერესდება. ჩემი კრიტიკის საგანი გამოძიების მიმართ არის სწორედ ეს, იმიტომ რომ თუ არ მოხდა ასეთი ფაქტების პრევენცია და დროული გამოძიება, ეს ფაქტები იქნება გაცილებით ბევრი. თქვენ წარდგენილ შემდგომლობაზე რამდენ ფაქტზეა გამოძიება არის დაწყებული ბატონო ზვიად ყველა ფაქტზე, ჩემი მოთხოვნით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შედეგი დადგა ერთეულ საქმეებზე. თქვა შარშან მივახცეთ იმას, რომ დაისაჯა ქუთაისის დაწესებულების თანამშრომლები პატიმარ პატარაიას მიმართ განხორციელებული არასათანადო პრობლემა. სამედიცინო დაწესებულებიდან თუ? არა, ეს იყო ნომერ მეორე დაწესებულება ქუთაისის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქსნის დაწესებულებაში თქვენ გახსოვთ 700 კაციან დღესაც ჩემები რომ იმყოფებოდნენ, ჩემი წარმომადგენლები, პატიმრობა განაცხადეს, რომ ჩვენ ჩარევის შემდეგ სიტუაცია ნორმალიზდა და დარეგულირდა, მას შემდეგ არ ქონია ადგილი არასათანადო მოპყრობას, დაწყებულია გამოძიება, თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ პატიმარი თავიდან აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს, თქვათ, საჯაროდ განაცხადოს მთელი რიგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გამოძიება, როდესაც იწყება, მე ისინი გადათქვავენ და ამბობენ, რომ მათ პრობლემა და პრეტენზია არ გააჩნია. ამ შემთხვევაში არის ასეთი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, არის რამდენიმე პატიმარი, რომელიც შეიძლება საჯაროდ აღარ აფიქსირებდეს თავის პრეტენზიებს, თუმცა ჩვენ ჩარევის შემდეგ მოხდა ის, რომ 21 პატიმარი ეტაპირებულ იქნა ქსნიდან თბილისის ნომერ 1 საპყრობილეში და ჩემი ინფორმაციით ეს იყო სწორედ ის 21 პატიმარი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა რომლებიც არ გადასხამდნენ თავიანთ. კი ბატონო, მაგრამ რამდენიმე ჩვენ რომ ნახეთ უკვე მე მგონი დიდად აღარ გამოთქვა мотиваცია, თუმცა რამდენიმე მყარად კიდევ უფრო მეტი ფაქტი მოგვიყვა. ეხლა ეს საჩივარი ძალიან ხშირად თქვა, მე ვიყავი სწორედ იმ უწყების ხელმძღვანელი და ვარ, რომელმაც გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ თქვენს ამან გამოიწვია გარკვეული სამოქალაქო აქტივიზმიც, იყო აქცია ქსანთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, არაერთმა მედია საშუალებამ დაუთმო ამ საჩივარს ყურადღება. მინდა გითხრათ, რომ თვითონ ფაქტები, რაც პატიმრები საუბრობდნენ, დაახლოებით თარიღდება, თქვათ, არის ფაქტები, რომელთაც 1 წლის უკან ქონდა ადგილი, 6 თვის უკან, 3 თვის უკან. ძალიან ხშირია, როდესაც ეს დაგროვდება გარკვეული პრობლემები და ამის შემდეგ იწყებენ ხოლმე კოლექტიურად საუბარს. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, ქსნის დაწესებულება ფიგურირებს ჩემს ყველა ანგარიშში და უმეტეს განცხადებებს, რაც საუბარია უფლებების უხეშ დარღვევაზე, ეს დღემდე რჩება ერთ-ერთ პრობლემურ დაწესებულებად, ისევე როგორც გლდანი. თუმცა, ეხლა მე ერთ თემასაც მინდა მივუბრუნდე. გლდანის დაწესებულებას, რომელსაც სოციალური პირობები მაინც უკეთესია. არა, ქსნის ახალი კორპუსი, მე მინდა გითხრათ, რომ გლდანზე უკეთესია რეალურად, თუ ახალია, თუმცა ქსანში რჩება ძველი ნაწილი, რომელიც ვერ პასუხობს სტანდარტებს, კოსმეტიკური რემონტია ჩატა. ასევე რჩება საპყრობილის ნაწილი, რომელშიც შეეცადნენ მეტნაკლებად თქვა ელემენტარული სტანდარტები დაეცოთ, მაგალითად საპირფარეშო ამოაშენეს, თუმცა იქ კვლავ რჩება საკმაოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად გლდანის დაწესებულებას, სანამ დარწმუნებული ვარ თქვენ გინდათ რომ ამ ფაქტს შეეხოთ, მაგრამ მე დავასწრებ თქვენ შეკითხვას. მინდა გითხრათ, რომ ამ დაწესებულებას მუდმივად ჰქონდა და აქვს გარკვეული სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით არასათანადო მოპყრობის თემასთან მუდმივად მუდმივი ლეგენდებია და ბატონო, არის ალიკო მინდა გითხრა, რომ ესეთი ინფორმაცია რომელიც დასკურდება, არის ისიც, რომ ხანდახან გადაჭარბებულია, თქვა ის, რომ სისხლის ნიაღურები მოთხრიალებს და პატიმრებს სისხლში აბანავებს, თუმცა პრობლემები რა თქმა უნდა არის, ცემის არაერთი ფაქტია და ძალიან ხშირია, როდესაც პატიმარი არ ამხელს ამას, ვინაიდან რჩება იმავე დაწესებულებაში. ქონია ჩვენ შემთხვევა, თქვა უსაუბრიათ პირად საუბარში, თქვა რომ მათ დაარტყეს, წამოარტყეს, დასაჯეს, თუმცა იძახიან, რომ მათ არ უნდა ჩივლი. გლდანში რჩება რამდენიმე სისტემური პრობლემა. პირველი, თქვენი აზრით, რამდენი პატიმარია გლდანში, რომელიც არის მიუჯელი და რამდენია მისჯილი? აი პროცენტულად დაახლოებით რო ვთქვი. ძალიან რთულია ეს, როდესაც ჩვენ არ აქვს ალბათ თქვენ. მე მინდა გითხრათ, რომ სადღაც 20%
დღევანდელი მონაცემებით იქ არის მიუჯელი, დანარჩენი პატიმრები ყველა არის, ვისაც სასამართლომ გამოუტანა გამომწყობებელი განაჩენი მიუსაჯა გარკვეულ პერიოდში თავისუფლების აღკვეთა. ისინი ყველანი ექვემდებარებიან გადაყვანას სხვადასხვა დაწესებულებაში. გვდანი არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელიც რა თქმა უნდა ფუნქციონირებს საპრობილის რეჟიმზე და დღეს თქვენ ჩემს განცხადებაში ნახავდით, რომ მე არა მარტო შევეხებ თქვათ იმ მითიური ბუნტის თემას, ასევე ძირითადში ჩამოვთვალეთ ძირითადი პრობლემები, რაც გვდანი ბუნტი ნამდვილად მითიური იყო, ამჯერად მინდა გითხრათ ზუსტად არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ არ შემოვიფარგლეთ ღამე ვიზიტით, როდესაც ყველას ეძინა 400 მსჯავრდებულს გავესაუბრეთ, მათ ყველამ განაცხადა და რადიოდან გაიგეს ამის შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ ესეთ მასშტაბურ დაწესებულებაში, სადაც გაფაჩვენება ისმის რეალურად, ის რომ სპეცრაზმი შევიდა და იქ არის მსხვერპლი, ეს არის სერიოზული უპასუხისმგებლო განცხადებები და მიმართულია სწორედ ახლობლების და პატიმრების ნათესავების არა მარტო დაშინებისკენ, ასევე რეალურად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დაახლოებით რამდენიმე 10-მა პირმა დაგვირეკა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან რეკავდნენ პატიმრების მშობლები, იყო ორი ასეთი ფაქტი, ითხოვდნენ, რომ იქნებ მოითხოვოთ იმ პირების დასჯავა, ვინცაც ჩვენო თელეგრამზე გაგვათენებიაო. სამწუხარო ფაქტია, გეთანხმებით, თუმცა ესეთი უპასუხისმგებლო ინფორმაციის ტირაჟირება, როდესაც ფაქტიურად არაფერს მაგდაგვარს ადგილი არ ქონია, თუმცა მე არაერთი ფაქტი მაქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც სპეცრაზმით შესულა დაწესებულებაში არაერთი პატიმარი უწემია. ეს იყო მაგალითად გეგუჩი, იგივე შემთხვევა, გახსოვთ თქვენ ეს მოხდა ჩემი 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, თუმცა თან დაწესებულებას მოთხოვთ, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, რომ ხა დააბრალო კიდე იქ პატიმრების დახოცვა. იმიტომ რომ ეს იყო მე ვერანაირი საფუძველიც კი ვერ ვნახე, რომ რამენაირად მაგალითად ეჭვი შემეტანა იმაში, რომ იმ ღამეს ეს იქ ხდებოდა. თან გამომდინარე, რომ ეს არის აბსოლუტურად საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, დაახლოებით კი ვიცი, ხა რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა ამ კუთხით და მათ შორის დაწესებულებასთანაც იძახდა, რომ იქ არის მსხვერპლი. მე როცა ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ იქ არაფერი არ ხდება, სიწყნარად თქვენს რომ გვამები გადამალეს, ძალიან შორს წავიდა. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ახდენს ასევე დისკრედიტებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებიც რატომღაც აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც აღმოჩნდება, რომ არის ფსტარი, მე მას პრობლემას ვერ ვხედავ, რომ თქვათ სახალხო დამცველს მიმართო ან იგივე უწყებას გაუკავშირდე ან მიხვიდე ადგილზე ადვოკატი შევიდეს, თუმცა როდესაც ეს ვრცელდება და მე ეს ხდება, თქვათ, წარმოიდგინეთ ახლა, რომ ყავს თქვენ შვილი დაწესებულებაში ან მეუღლე და უცებ იგებთ, რომ იქ შევიდა სპეცრაზმი დახოცა ხალხი. მეტი არაფერი არის. მე გამოდის სახალხო დამცველი, აუცილებს განცხადებას, რომ ადგილზე იყვნენ სიმშვიდეა, თუმცა ის პირები, რომლებიც უშუალოდ ტირაჟირებდნენ ამ ინფორმაციას, იძახიან, რომ იცით რა, ჩვენ ორშაბათს შევალთ და გადავამოწმებთ ადვოკატები გაარკვევენ სიმართლეს. ამიტომაც კვირას განვახორციელებთ დეტალური დაუგეგმავი მონიტორინგი. გდანში რა თქმა უნდა ჩვენ ისედაც დავდივართ ძალიან ხშირად, თუმცა ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვა, იმით კი არ შემოფარგლულიყო ჩვენი მონიტორინგი, რომ თქვა ღამე მძინარე პატიმრები ვნახებთ და დაწესებულებაში ჩამიჩუმი არის მოდა, ასევე იმით რომ გავსაუბრებოდით ყველა კორპუსზე პატიმრებს. აბსოლუტურად იქ რამდენიმე ბლოკია. ამის შემდეგ კიდე გავცელდა ინფორმაცია, რომ ბატონ ბაზაზიანი იმ ღამეს იქნა მოკლული, სპეცრაზმის მიერ თუ გვამი იქ მიიტანეს და ჩვენ ეს გვამი გადაგვიმალეს. რატომღაც აირია ერთმანეთში მე-18 და მე-8 დაწესებულება, რომლებიც აბსოლუტურად სხვა დაწესებულებებია, მე მოგვიწია გადაგვემოწმებია, რა თქმა უნდა, საიდან მოხდა ბატონი ბაზაზიანის ცხედარი თბილისში. როგორც ირკვევა, იგი არის ქსნიდან გადმოყვანილი. თქვენ ბუნტის ფაქტს უარყოფთ, მაგრამ იყო რაიმე ცდელობა იქ სპეცრაზმის შესვლისა, რაიმე სხვა მოტივი. არა, როგორც იძახიან, პარასკევი იყო ძალიან მშვიდი დღე. ხა მე ვერ გეტყვით, რომ გდანში ზოგადად კარგი ვითარება, მაგალითად მე ძალიან ბევრი ინფორმაცია გავავრცელებას რეჟიმთან მიმართებაში და ეხლა საინტერესო რომ არ აძლევენ დაძინების საშუალებას თქვათ 5 საათამდე. უბრალოდ წამოწოლი. არაადეკვატური რეჟიმი ალიკო. მოდი მარტივად ვთქვათ, რომ არის აბსოლუტურად არაპროპორციულად გამკაცრებული და არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მკაცრი მაგალითი რეჟიმისა, რაც მე მინახავს თქვათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეხლა არის დაწესებულებები, სადაც პატიმარს რა თქმა უნდა იგივე ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყანაში არის სტანდარტი, რომ დღე არ აძლევენ იმის უფლებას, რომ საწოლზე ეძინოს. თუმცა ციხეში, სადაც არანაირი აქტივობა არ არსებობს, პატიმრს მთელი დღე საქმე ვერ გადის, არ აქვს ტელევიზორი. ჩურჩულით უნდა ისაუბროს.
რადიოს ხმას ვერ უწევს და კიდევ ეუბნები რომ საწოლს არ გაეკარო, მე მგონი აბსოლუტურად არაადეკვატური აკრძალვა რას ემსახურება, ნამდვილად ვერ გეტყვი. ასევე ჩაყვანა საკარანტინო საკნებში და დიდი ხნით დაყოვნება პატიმრების და მერე სამარტოო საკანში გადაყვანა ეს კი ცალკე პრობლემაა. გზანში მუდმივი თემა იყო კარანტინში დაჯდის მიზნით პატიმრების ჩაბრუნება. ანუ კარანტინში გაატარებდა ერთ კვირას აგიყვანდნენ და მცირედ დარღვევის გამო ჩაგაბრუნებდნენ უკან. რატომ? карантине გაცილებით უფრო მძიმე პირობებში იყო ვიდრე თქვათ სამარტოო საკანი იყო თქვათ 6 საწოლზე 30 ადამიანი ზოგს ეძინა ბეტონის იატაკზე ეხლა карантинში რემონტი ჩაატარეს თუმცა 8 საკანია საკარანტინე 6 იყო დღესაც გადატვირთული როდესაც გუშინ უფრო სწორედ კვირა დღეს 20 ჩვენ ერთი რამ მინდა კითხოთ ბატონ გიორგი აი ზვიაც ვეკითხებოდი და ჩვენ პასუხი არ ქონდა არც წესრიგი რომ უნდა იყოს ფაქტია დისციპლინა რო იყოს ამაზე არ გაქვს და არა ქვეყანაში არ მიცემენ თქვა პატიმრებს ნორმალურ ქვეყანას გულისხმობ იმის რომ დაწესებულება სუფევდეს ანარქია მაგრამ ჩვენ საუბრობთ აქ სხვადასხვა ზომების პროპორციულობაზე ხო ვის რაში ჭირდება ის ხო ფაქტია ეხლა რაღაცა დასტურდება 10 იმდენი არ დასტურდება იმიტომ რომ გაურბიან ხო პატიმრები ამას ლაპარაკს მე ყოფილ პატიმრებთან არაერთთან მქონდა საუბარო, იცით რა, ხა რაღაცას რომ მოყვები, იქ რჩები იმ ტიპების ხელში და უფრო გაავებული. მაგრამ ბევრი ელემენტია, იქიდან მე ნაწილდები სხვა დაწესებულებაში. ხო, აი ეს სისასტიკე, ვის რაში ჭირდება? შეიძლება ეს გადაჭარბებული სისასტიკე სახალხო დამცველობა ძალიან გაუჭირდება ამაზე ადეკვატური პასუხი გაცემა, იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა არ ყოს და გაუგებარია. სიმართლე გითხრა, არაერთხელ წამომიწევია ეს საკითხი, ვთქვათ, რა ამართლებს ამ ზომებს და რას ემსახურება. რეალურად, იმიტომ როდესაც საქართველოში არის არაერთ საჯარისოების დაწესებულება, თუმცა ყველგან ეს მდგომარეობა არ არის, იმიტომ რომ გააჩნია მე ძალიან ხშირად ამას ინდივიდუალურ მართლებზე არის დამოკიდებული. მინდა გითხრათ, რომ არ დაწესებულებებს სადაც სავსებით ნორმალურ რეჟიმია და ძალიან იშვიათია პატიმრების მხრიდან საჩივრები, მით უმეტეს არასათანადო მოპყრობის ფაქტები ძალიან იშვიათია, თუმცა არ დაწესებულებებს სადაც ამას აქვს სისტემური ხასიათი. ქუთაისის ნომერი მეორე, გდანის მერვე. შარშან სერიოზული თემა იყო სამკურნალო დაწესებულება ნომერი 18. თუმცა შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე დაწესებულებები, სადაც მეტნაკლებად ნორმალური რეჟიმიც არის, თუმცა დახურული ტიპის დაწესებულებებისთვის უმეტესწილად დამახასიათებელი ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვადასხვა უფლება-დარღვევების. თქვენ ნახავდით, მე აქ საუბრობ სისტემურ უფლება-დარღვევებზე, რაც გამპირობებულია რეჟიმით და სხვადასხვა უკანონო პრაქტიკით, რომელიც შემოღებულია, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არის ჭირდება. უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა არის ჭირდება. და ის სად არის აი გამოსავალი ჩვენ წინა ნაწილში გადაცემისა ჰქონდა ადვოკატებთან საუბარი პოლიტიკურ ნებაზე იყო უფრო მეტად აქცენტი მათთან საუბარი. ეს არის მაინდა-მაინც ამ ყველაფერს პოლიტიკურ ნებას ნაკლებად მივაწევდი. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს არის საკმაოდ არასწორი მართვის სისტემის დანერგვა თავად სისტემაში და როგორც მე არაერთხელ განვაცხადე თავარი ორიენტაცია არის რეჟიმზე და უსაფრთხოებაზე, ხოლო დანარჩენი სეგმენტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან ხშირად არის დაბალი პრიორიტეტი. მე სულ საუბრობდი, რომ გამორიცხულია ააშენო ეფექტური პენტენციალური სისტემა ადეკვატური ჯანდაცვის მომსახურების გარეშე. პრობლემების 80% დღესდღეობით საჯარისოების სისტემაში გამოწვეულია ჯანდაცვის მომსახურების არაეფექტურობა და გამომართავება. იგივე საჩივრები ხა როგორც სახალხო დამცველმა ძალიან კარგად ვიცი, რომელი პატიმარი რა საკითხზე მომმართავს. უმეტესი წილი საჩივრების არის სწორედ ჯანდაცვის პრობლემებთან მიდმული. რა თქმა უნდა, მე მოდის უკვე გარკვეული რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემა, თქვა აქ ისევე ერთ-ერთი აქტუალური თემა ამ ბოლო დროს შეედის თუ არა დაწესებულებებში პრესა. ბოლო სპეციალურად დავამატეთ დღევანდელ რელიზში ნაწილიც, რომელიც ეხება თუ რა სახის პრესა შეედინება მაღაზიაში დაწესებულებაში. დაწესებულებას არ აღვალდებულება გაზეთები იყიდოს და თავად გაავრცელოს, თუმცა ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრებისთვის, თქვა იგივე მაღაზიაში, რომელშიც თუ პატიმარს სურვილი აქვს. თუმცა ისევ ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ რადიოს მოსმენის საშუალება აქვს. ხმამაღლა თქვენ იმაში წერა, რომ ხმამაღლა, თუმცა ქსანში იყო შემთხვევა, როდესაც ჩამოართვეს რადიოები პატიმრებს, ასევე ეს მათ ჰქონდათ გარკვეული, არ ვიცი, ქართულად ეძახიან თუ აბსოლუტურად ბედროს ვერსიანებს სიტყვას. სათლი, კი ბატონო, სათლი ჩამოართვეს, რომელსაც იყენება. ასევე თქვენ ნახეთ, რომ უგრძალავენ სარეცხის გაფენას საკანში, თქვათ უგრძალავენ ხმამაღლა საუბარს, გადალაპარაკების გამო ჩაყავთ სამარტოო საკანში. აქ არის უამრავი პრობლემა დაგროვეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი ეს პრობლემები სისტემურად
დამახასიათებელი როგორ არის სახურება და უშუალოდ ასეთი მოპყრობა. გარკვეულწილად რა თქმა უნდა ეს მიჩნეულია რომ არის დისციპლინის შენარჩუნების ერთადერთი გზა რაც არის აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა სისტემის მხრიდან. ძალიან ხშირად ასევე მინდა გითხრათ რომ თავად სამინისტროს ხელმძღვანელობა საერთოდ უარყოფს ამ პრობლემების არსებობას და ძალიან ხშირად არიდებენ ხოლმე თავს ამაზე საუბარს. ძალიან კონკრეტული მინისტრია ჩვენ დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენ დილიდანვე უკავშირდებოდით საჯელახსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას, მათ მოგთხოვეს კონკრეტული საკითხებებზე იქნებოდა დღეს დისკუსია, მისთან იქნებოდა დისკუსია, გადაუგზავნეთ წერილობით, შემდგომ თქვეს კარგი შეგატყობინებთ ზეპირად მე წერილობით, მაგრამ ბოლოს თქვეს რომ რა თქმა უნდა ეს თუნდი პრაქტიკაა რომ როდესაც ასეთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემას ვეხებით სამინისტროს ერთ-ერთი პრობლემაა, როდესაც საჯაროდ პრობლემებზე საუბარს არიდებ თავს და მუდმივად საუბრობ იმაზე, რომ ყველა პრობლემა დაძლეულია. არ ვიცი, ჩემს არ არის ნამდვილად ჯანსაღი მიდგომა და მე ამას ვერ გავიზიარებ. თუმცა რა თქმა უნდა, მეც მიწევს ძალიან ხშირად საუბარი უმეტესწილად პრობლემებზე, იმიტომ რომ ეს არის სახალხო დამცველის კომპეტენცია, უფლებადარღვევებზე ისაუბროს, თუმცა არაერთ პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც დამინახავს ყოველთვის საჯაროდ ამიღნიშნია და ამას მომავალშიც გავაკეთებ. მაგრამ ეს პრობლემები, რომელზეც მიდის საუბარი, თქვათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულდა ჩემი არაერთი რეკომენდაცია, რაც საფუძვლად დაედო არაერთი პატიმრის დარღვეული უფლების აღდგენას. თუმცა რამდენიმე სისტემური პრობლემა რიგ დაწესებულებებში მოგვარებული ვერ იქნა. მივახცეთ ბოლოს იმას, რომ კარანტინი გარემონტდა და იქ ის საშინელება არ ხდება, ვთქვათ, რაც წლების განმავლობაში იყო გზანის დაწესებულებაში. მივახციეთ იმასაც, რომ ვთქვათ, დაიწყო ტუბერკულოზთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების გატარება. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ მისაუბრია, ვთქვათ, დასაბუთების გარეშე. და გუშინ დამისვა ერთ-ერთმა მედიის ჟურნალისტმა შეკითხვა, თქვენი აზრით გაუმჯობესდა თუ არა რაიმე ჯანდაცვის კუთხითო, რაზეც მარტივი პასუხი მიიღო, რომ წლის ბოლოს მე შევაჯამებ ზოგადად სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა გავაანალიზებ ისევ და ისევ სიკვდილობის მაჩვენებელს, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება სისტემაში. კი გასაგებია, რომ შეიძლება პატიმარი გარდაიცვალოს, პატიმარი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული განუკურნებელი დაავადება, ვთქვათ, ან დადგეს, ვთქვათ, რაღაცა ინციდენტი, თუმცა როდესაც 21 საუკუნეში საუბრობ პნეუმონიის ფილტვების ანთების შორსწასულ ფორმაზე, რაც საბოლოოდ ხდება გარდაცვალების მიზეზი, ეს უკვე მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე, რომ ვთქვათ, რომელიღაც კონკრეტულ პირს, რომელსაც დაემართა ფილტვების ანთება, თავის დროზე არ მიექცა ყურადღება და მერე ეს გადაიზარდა, ვთქვათ, იგივე კაზეოზურ პნეუმონიაში, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე გარდაცვალების მიზეზი. ტუბერკულოზის შორსწასული ფორმა. ჩვენ სამწუხაროდ მივედით 2010 წელს იმ შედეგამდე, როდესაც პენიტენციალური სისტემის დაახლოებით 10%-ს აღენიშნებოდა ტუბერკულოზის დაავადება. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რომელზეც ძალიან დიდი ხანი სისტემა არიდებდა საუბარს და როდესაც ჩემი ანგარიში გამოვიდა 2010 წელს და ვთქვი, რომ პიკური მაჩვენებელია გარდაცვალების და აქ არის საუბარი ნახევარზე მეტი პატიმრის უშუალოდ ტუბერკულოზით გარდაცვალების, ამის შემდეგ დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ნურავის მოექნება იმის იმედი, რომ ეს პრობლემას მოაგვარებს 1-2 წელიწადში. ეს იმდენად შორსწასული პრობლემაა, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის მოგვარება. მე ველოდები, რომ გაიხსნება ასევე ახალი დაწესებულება ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა სამკურნალოდ, ასევე ველოდები იმას, რომ მკურნალობა შესაძლებელი იქნება ჩაუტარდეთ ასევე მიურჯელ პატიმრებს, რაც ხშირ შემთხვევებში წარმოუდგენელია, როდესაც ისინი არ არიან მისჯილი და შეიძლება მათ თავიდანვე ქონდეთ ეს პრობლემა. ველოდები იმას, რომ ამოქმედდება სასჯელის გადავადების კომისია და შეიკრიბება და ერთხელ მაინც თქვათ გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს. არაერთ პატიმარს გადაუვარდა სასჯელი 2011 წლის და 12 წლის გამო, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი. არაერთი ადამიანია გარდაცვლილი, რომელიც კანონის კრიტერიუმებში ხვდება და რა თქმა უნდა, აქ უნდა შეფასდეს რამდენად არის იგი საზოგადოებისთვის საშიში თუ მოხდება მისი გათავისუფლება, თუმცა ხშირ შემთხვევებში, როდესაც ვკითხულობთ ექსპერტიზის დასვენას, იმდენად მძიმეა იმ ადამიანის მდგომარეობა, თქვათ, გარდაცვალების წინა პერიოდში, წარმოუდგენელია, რომ იმან თქვათ განმეორებით შეძლოს დანაშაულის ჩადენა. ძალიან თეორიულია ეს ჯელობა. თუმცა გარდაცვალების თემა, მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას განუმარტო, რომ ძალიან რთულია, როდესაც პატიმარი გარდაიცვლება, თუ იქ არ ყავს თვითმხილველი. თქვენ არ ვიცი, გახსენდებათ თუ არა ზუგდიდის ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პატიმარი, როდის მოთხოვს გვარს ვერ ვიხსენებ, ეტაპირებული იყო ზუგდიდიდან ქუთაისში, იქ დროებით დააყოვნეს და ამის შემდეგ უნდა ჩამოეყვანა თბილისში, იგი იყო ტუბერკულოზით დაავადებული პირი. თუ გახსოვთ, მე მისმა დედამ ცხედარი მიასვენა საპრობილესთან. აქ იყო შემდეგი ფაქტი, როდესაც ჩვენ სამედიცინო დოკუმენტაციით ბევრს ვერ გავხდით, ჩვენ მოვძებნეთ ის პირები, რომლებიც ჯერ მასთან ერთად იყვნენ საკანში და ვინც მასთან ერთად იჯდა ბადრაგის მანქანაში.
იმიტომ რომ ამ პირს აღენიშნებოდა დაზიანებები, როდესაც იგი შეყვანილი იქნა ქუთაისში. გატეხილი ჰქონდა ცხვირი და სისხლის დენა კვალი იყო დარჩენილი. სწორედ იმ პირთან საუბრის შემდეგ გავარკვევთ რაც მოხდა. როგორც ჩანს, იგი არ იყო დაფიქსირებული, თქვათ, არ ეკეთა არანაირი უსაფრთხოების კამარი. მანქანა როცა დაამოხრუჭა, იგი იმდენად სუდად უზრუნავდა თავს, რომ სკამზე თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა და ბადრაგის მანქანა მოგეხსენებათ უმეტესწილად ეს რკინის კონსტრუქცია თავით ჩავარდა, რის შედეგადაც დაუზიანდა სახის არე. ამის შემდეგ, როდესაც იგი შეიყვანეს ეგრეთ წოდებულ ბოქსში, ქუთაისში, საერთოდ არ უნდა შეეყვანათ, მას გული გაუხდა სუდად და როგორც ეს თვითმხილველი ყვება, როდესაც მან მოითხოვა სამედიცინო დახმარება, ექიმმა უთხრა დაწესებულების, რომ შემოულაწუნეო და იქნებ გონს მოვიდესო. ამ შემდეგ ეს პირი გარდაიცვალა. ანუ კი გასაგებია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა მარტივი არ იყო და მისი ეტაპირება ხდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში, არის დასაჯელი. თან სისხლის სამართლის წესს, მით უმეტეს თუ დასტურდება ის, რომ ესეთი ექიმი ალბათ. რა თქმა უნდა, არ მარტო ექიმი, ასევე ის პირები, ვინც ეს ძიმე მდგომარეობაში ყოფ პატიმარი მოათავსეს ბოქსში. ბოქსი მოგეხსენებათ არის საკნის ტიპის უფანჯრო, ასე ვთქვათ, პატარა ოთახი, რომელშიც პატიმარი შეიძლება დააყოვნოს, ვთქვათ, 15 წუთით, სანამ მოახდენ მის მოთავსებას ავტომანქანაში, როდესაც გაყავთ. ამ ბოქსს ქუთაისში აქტიურად იყენებდნენ პატიმრები დასაჯელად. პატიმარი ზოგი საუბრობდა იმაზე, რომ ქლორიან წყალს ასხავდნენ იატაკზე, რომ იქ ვერ დაწორულიყავ, იმიტომ რომ ბოქსში არაფერი არ არის, ცარიელი კედლებია. ბოლო დროს იძახიან, რომ ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა, თუმცა ხა სხვა მეთოდები მოძებნეს. მკვეთრად გაიზარდა კარცერში ჩაყვანის რაოდენობა. ანუ მუდმივად ახლა მე ვსაუბრობ ამ დაწესებულებებზე, იმიტომ რომ აქ არის ეს პრობლემები სისტემური ხასიათის. არც ერთ სისტემა არ არის საჯავახოს დაზღვეული იმისგან, რომ ვიღაც უფლება დაირღვეს, თუმცა ამას უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირება, გამნაშავის დასჯა და საჯავახოს სისტემაში, როდესაც რეალურად, თქვათ, პასუხისგებლობა ადეკვატურად დგება იმ პირების, ვინც უფლებებს არ ღვევენ, ეს მე გაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პრევენცია გააკეთოს. ალბათ ნებას უბრალოდ მაგას ჭირდება. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, ბატონო, ერთ საკითხია შევეხო, როდესაც საუბრობთ გარდაცვალების მიზეზებზე, აუცილებელია ხოლმე პირადად ჩემთვის და ჩემი ექსპერტებისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცნობა. ამის გარეშე წარმოუდგენელია ვინმე მიმსჯელოს კონკრეტულ მიზეზზე. მე მინდა გითხრათ, რომ არაერთი ფაქტია, როდესაც საჯავახოს სისტემამ განაცხადა, რომ პატიმარი გარდაიცვალა ამ და ამ მიზეზით და ეს მე არ დადასტურდა გაკვეთის შემდგომ. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზა ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც შესწევს უნარი მეტნაკლების სიზუსტით, ვთქვათ, მეც და თქვენს გვითხრას, რა შეიძლება ყოფილიყო პატიმრის გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ ეს მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. არ ვიცი გასწორთ თუ არა თეთრაძის ფაქტი, სერგო თეთრაძე ეს ყოფილი სამხედრო. კი ბატონო, მე მინდა გითხრათ, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ ვერც მე და ვერც ჩემი ექსპერტი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია, კონკრეტულად ვერ მივიდა დასკვნამდე, რით გარდაიცვალა ეს პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, ის დაზიანებები მათაც აღენიშნებოდა, ისინი სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. თუმცა კონკრეტულად იქ არის გარკვეული პრობლემები თვითონ ექსპერტიზის დასკვნაში, ვინაიდან ბოლომდე ჩვენ ვერ მივედი დასკვნამდე, თუ რა იყო უშუალო გარდაცვალების მიზეზი. იქ საუბარი იყო, რა თქმა უნდა, ინფარქტზე, კვლავ მიოკარდიუმის ინფარქტზე, თუმცა იქ იყო გარკვეული უზუსტობები. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, რაც მას, როგორც მე დავადგინეთ, მიღებული აქვს, მიყენებულია იქამდე სანამ ციხეში მოხდებოდა, როდესაც იგი იმყოფებოდა პოლიციელებთან ერთად, იმიტომ რომ იგი უკვე როდესაც შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ეს დაზიანებები იქ არის ჯერ კიდევ აღწერილი. ანუ აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, ჩვენ ძალიან ხშირად მაგალითად გვირეკავენ მედიის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობდა, მე არ მახსოვს რომელიმე მედიის წარმომადგენელს გვარი მეთქვას ან კომენტარზე, ან ჩემ თანამშრომლებს ეთქვა თუ არა, ხა ყოფილა გადაცემაში ვერ მივსულვარ, ყველას აქ რაღაც საქმეები მით უმეტეს სახალხო დამცველს, მაგრამ როდესაც ჩვენგან უნდათ ხოლმე წინასწარი კომენტარი, თქვა ჩვენ ძალიან ხშირად ვეუბნებით, რომ საკითხს სწავლობ, თუმცა მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც მოგვიანებით პასუხი არ გაეცა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ, ვთქვათ, გარკვეული არასწორი ვარაუდები და დასკვნები, ძალიან ხშირად მიხდება ლოდინი იმისა, როდის მივიღებ მასალებს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ამის გაანალიზება მე არ მგონია, რომელიმე ქვეყნის სახალხო დამცველი და მისი პრევენციის მექანიზმი დაკავებული იყოს იმის ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით. პრეცედენტი არ მახსენდება. ერთ-ერთ ჩემ კოლეგას რო უთხარი, გაკვირვებულმა შემომხედა, ეგ რა შენი საქმეაო, მაგრამ რეალურად კონკრეტული ვითარება
გვაიძულებს იმასაც, რომ ბოლოს უკვე სასამართლო სამედიცინო ექსპერტს ვქირავთ ჩვენ, რომელიც აანალიზებს. მე არაერთხელ დასკვნები არ დაგიმალავთ გერმანიაში მაგ გადაგზავნილი და გადახდილი გვაქვს თანხა იმაში, რომ ექსპერტს იგაენალიზებია დასკვნები, იმიტომ რომ ჩემს აუცილებელი იყო ზუსტი სურათი მქონოდა და რა თქმა უნდა, ჩემს აუცილებელია, რომ ექსპერტი, რომელიც ჩვენთვის ასრულებს სამუშაოს, არ იყოს დაკავშირებული არც ერთ იმ უწყებასთან, რომელიც თქვათ იგივე ემსახურება თქვათ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს და ასე შემდეგ. დიდი მადლობა გიორგი შევაჯამოთ. იმიტომ რომ მოვიდა დღეს ცხელხაზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოგაწოდა თქვენ. საინტერესო შედეგებია ინტერაქტივში. ზოგადად სატელევიზიო ინტერაქტივს ვიტყვით. თქვენი აზრით კითხვა შევახსენებ მაყურებელს, აქვს თუ არა ადგილი საშინაო ახსნილების დაწესებულებაში პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობას, პატიმრებისადმი 40.8% ამბობს, რომ კი აქვსო. გაცილებით მეტი ამბობს, რომ არაო. საინტერესო ინტერაქტივია ნამდვილად. 48 და 6.1% ამბობს. არა, ასეთი შედეგები ნამდვილად არა. 7.7-ს გაუჭირდა პასუხისგებლობა. ანუ უფრო მეტი ამბობს, რომ არა აქვსო. და სულ რამდენი ზარი იყო შემოსული? ამას ხვალ გვიტყვით, იმიტომ რომ ხვალ მაგრამ აი რა შეეხება Facebook-ისაც ახლა გეტყვით. ხაზის გვერდზე ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასა 136-მა მოქალაქემ, მაყურებელმა და მნახველმა ჩვენი ცხელი ხაზის გვერდისა, 3-მა თქვა რომ არაო და 3-ს უჭირს პასუხის გაცემა. თანასწორია Facebook-ში და სატელევიზიო. განსხვავებულია. სანამ დამშვიდობებით ზვიად, მოდი ბატონ გიორგის მადლობა უთხრათ. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სტუმრობდა გადაცემის მეორე ბლოკში. ცხელ ხაზს, ზვიად ქორიძე და ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდით გადაცემას. ცხელი ხაზი დაგიბრუნდებათ 4 შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე და ერთი